სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა გაბრიელისა იმერეთის ეპისკოპოსისა განკითხვისათვის. ენითა თვისითა ყოველ კაცს შეუძლიან მრავალ ფერად და ხშირად შესწოდოს ღმერთსა. დიდი ყურადღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმა, რომელსაც სურს განრინება ენით შეწოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთან. წმინდა მოციქული იაკობ კათოლიკე ეპისტოლესა შინა თვისავრცლად აღწერს ყოველთა ცოდვათა და ვნებათა ბოროტისა ენისასა. იგი გვეტყვის ჩვენ, რომელ კაცი მრავალ ფერად ცდება და ხშირად ცოდავს, გარნავ ვინც არ ცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლია აღვირს ხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა თვისთა სხვათა ვნებათა. ფრიად ვცდებით ყოველნივე, რომელიც სიტყვითა არა ცდებოდეს, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღვირს ხმად ყოვლისავე გვამისა. კაცი გვეტყვის იგივე მოციქული, აღვირ უსხამს ცხენსა და ადვილად დაიმორჩილებს მას. ეგრეთვე ადვილად მართავს იგი მცირითა საჭითა დიდსა ნავსა წარტაცებულთა ფიცხელთა ქართაგან. გარნა ენა მცირიას უარს და დიდად მაღლოვის. ენასა ბოროტსა იგი უწოდებს ცეცხლსა და ვითარცა მცირე ნაკვერცხალი აღაგნებს დიდსა ცეცხლსა და დასვავს დიდთა საფთა. ეგრეცა მცირე იგი ასო ხშირად მოახდენს დიდთა ვნებათა. ენასა ეგრედვე უწოდებს იგი სამკაულად სიცრუისა. ვინაიდან ენა ხშირად ესეოდენ დაფარავს და შეამკურს სიცრუესა, რომელ მისცემს მას სახესა ჭეშმარიტებისასა. ენა სიტყვისაბებ მისისა შეაგინებს ხშირად მრთელსა გვამსა კაცისასა. იგი მართავს ურმის თვალსა ჩვენსა ყოფაქცევისასა. კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა მხედსთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა. გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისა. ორღანოითა მით, რომელთა აყურთხებს კაცი ღმერთსა, ხშირად სხევლის იგი მოყვასსა თვისა, რომელი შექმნილ არს მსგავსად და ხატებად ღვთისა. ერთისა და იგივე პირისაგან გამოვალს წყევლა და კურთხევა. აჰა ძმანო ჩემნო, ვითარითა სიტყვითა აღწერს წმინდა მოციქული ბოროტისა ენისა მოქმედებათა. გარნა ყოველთა მათ ცოდვათაგან, რომელთა კაცნი იქმან ენითა თვისითა, უმეტესად გახშირებულა ჩვენ შორის განკითხვა, ანუ ცუდად ხსენება მოყვასისა, რომელსა დაბიურად ეწოდება ჭორი. ცოდვა იგი მით უმეტესად არის მძიმე და სამწუხარო და ფრიად განვრცელებულ ჩვენ შორის, რომელ იგი თითქმის არავის არ მიაჩნია ცოდვად. არავინ არ ფიქრობს, რომელ სოდავს, ოდეს იგი გაიმეორებს და გაავრცელებს მრავალთა ცუდთა ხმათა და ამბავთა, რომენი მას ესმა სხვადასხვათა კაცთა ზედა. რით ატარებენ დროებასა თვისა, სტუმრები ყოველთა სახთა შინე. თითქმის მარტო იმით, რომელ ანუ თვითონ მოიგონებენ, ანუ განუმეორებენ სხვა და სხვათა ცუდთა ამბავთა. ეს არის ფრიად შეყვარებული და სასიამოვნო გატარება დროებისა მრავალთა სახთა შინა ჩვენისა ქალაქისათა. დიდად კმაყოფილებითა მოხვებიან სტუმრები ახალთა ამბავთა, არ დასტოვებენ არცსა ერთსა კაცსა, რომელსა ზედაც არს თქვან რაიმე ცუდი. ვერაფერი ვერ დაიფარავს კაცსა მათისა ენისაგან, არ დაზოგავენ იგინი არცსა ხარისხსა,
არცა წოდებასა, არცა ასაკსა, არცა საქმეთა, არცა პატიოსნებასა. სინდისი არ ამხელს მათ. ფიქრობენ, რომელ ეს არის ერთი უბრალო მიღებული საზოგადოებასაშინა დროების გატარება. გარნავ კითხოთ მათ, რას ნიშნავს ის სიხარული და კმაყოფილება, რომლითა იგინი განაგრძელებენ სიტყვასა მათსა, ყოვლითა ცუთა ამბავთა ყოველთაზე და ნაცნობთა თვისა. არ ანიშნავსა ესა, რომელ გული მათი არ არის კეთილი, რომელ მათ უხარიან ოდეს იგინი ხედვენ, ცუცა რასმე მოყვასა შინა თვისა. ოდე შენ ძმაო ჩემო, ავად ახსენე მოყვასა შენსა, შენ შეეხები მის სახელის პატიოსნებასა. გარნა არ გახსოვსა, რომელ პატიოსანი სახელი კაცისათვის არის პირველი და უდიდესი საუნჯე. მე ხომ ტყუილს არ ვიგონებ, მეტყვის ვინმე, მე მხოლოდ განვიმეორებ, რაც მესმა სხვათაგან, ანუ რაიცა მე ნამდვილად ვიცი. არა ძმაო ჩემო, ეს არ გაგამართლებ შენ, თუმცა სრულიად მართალი იყოს ის ხმა, რომელიც შენ გაიგონე, თუმცა მართლა ცუდი იყოს ის კაცი, რომელზედაც გაიგონე ცუდი ამბავი, მაინც ქრისტიანობრივმა სიყვარულმა და შებრალებამ უნდა დაადუმოს ენა შენი. მაგრამ არა, გული ხშირად გეტყოდა შენ, რომელიც ამბავი, რომელიც შენ გაიგონე, სიცრუე უნდა იყოს. ის კაცი, რომელსაც აბრალებენ იმ ცუდ საქმეს, არ არის ცუდი კაცი და არ იკადრებდა იმ საქმეს. გარნა შენ არ მიხედავ ამას, არამედ ცხადად გაგეხარდება გაგონება იმ ცუდის ხმისა, მაშინვე წასულ ხარ და კმაყოფილობით გითხრობია ყოველთათვის ის ამბავი. გარნა ესეც კიდევ ცოტა არის, ნეტავი მარტო ის მაინც გეთქვა, რაც შენ გესმა, მაგრამ არა, შენ კიდევ შენი დაუმატე იმ ამბავს, შენ გაავრცელე და შეამკე იგი და ჰაესერა ენა შენი სიტყვისამებ წმინდა იაკობ მოციქულისა, იქმნა სამკაული სიცრუისა. მცირე იგი და არაფრით შესანიშნავი ხმა, რომელიც შენ გესმა, მრავლითა დამატებითა და შემკობითა შენითა გარდაიქცა ერთ საშინელ და საზარელ ამბავად. მცირე ნაკვერცხალი შეიქმნა იქ დიდ ცეცხლად, დამწველად შენი მოყვასის სახელისა. მიხედე და იგრძენ კიდევ ფარისევლობა შენი, თუმცა შენ ავად ახსენე მოყვასა შენსა, ცხადარს, რომელ ამას იქ განგებ და გსურს მოაკლო იმ კაც პატივის სემა და სიყვარული საზოგადოებასაშინა. გარნა ისრე მიხფარავ სიტყვასა შენსა და ისრე მოაჩვენებ შენ თავს, ვითომ შენ გწყენოდეს მენა ამ ამბავისა. არ გინდოდეს ცუდი რაიმე თქვა იმ კაცზე, ხშირად კიდეც აქებ იმ კაცს ფარისევლობით, მაგრამ ვინაიდან მთელი ქვეყანა ამბობსო და მართალიც უნდა იყოს ეს ამბავიო, მეც არ შემიძლიან რომ არ განვაცხადო. საუბედუროდ შენ როგორ ჩანს არ ფიქრობ, თუ რა შეუდგება შენ ჭორს და ავადხსენებასა მოყვსისა შენისასა. იქნება კაცი იგი, რომელსაც შენ ავად ახსენებ, არის კაცი პატიოსანი და პატივცემული. ხოლო შენ ენითა შენითა მოაკელი მას პატივი. იქნება იგი არის სასულიერო პირი, მას ყავნან მრავალი შვილი, რომელთა უყვართ იგი, რომელთა ქონდათ მას ზედა დიდი სასოება, რომენი ესვიდენ მისგან მიღებად დიდისა სულიერისა მადლისა. გარნა ბოროტმან ენამან დაამცირა მათი სიყვარული, დაასუსტა სასოება მათი და იქმნა სრულიად შეარყია მათი სარწმუნოება. ანუ იქნება შენ დააგდე ცუდი ხმა პატიოსანსა ქალსა ზედა.
რომელსა ყავს მეუღლე, უვიან ძენი და ძმანი. არა მიმხედველი მისა, თუ ვით არის სიკვდილი არს ქალისათვის, პატიოსანი სახელის მოკლებისა. თუ ვით არის უბედურება და სიკვდილზე უარესი მწუხარება იქნება მისისა მეუღლისა, მისთა შვილთა და ძმათათვის. ოდესაც იგინი გაიგონებენ მას ზედა ცუცა ხმასა, გესლიანი ენა შენი მაინც ცდილობს შეასმინოს ყოველთა ცუდი რაიმე მას ზედა. ბოლოს რავდენი მოყვარენი მტრად გარდააქცია ენამა შენმა. რამდენ გზის მეგობართა შორის დასთესა სიძულვილი და შური და რამდენ გზის შვილი განაშორა დედმამასა, ძმა გადაამტერა ძმასა. ვინ გადაურჩება ძმაო ჩემო, განუკითხელი კაცსა ბოროტის მეტყველსა. რას არ დააბრალებს იგი კაცსა, რაში არ აიღებს იგი ეჭვსა. თუ ნახა რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში, უყვარს წირვა ლიცვის მოსმენა, ერთგულად და მხურვალედ ევედრება ღმერთსა, ის ფარისეველი არისო, მოაჩვენებსო. თუ ნახა რომ ვინმე არა ყოველთვის იარება ეკლესიაში, იმას ღმერთი არა სამსო. ცდილობს თუ ვინმე სიმართლით მოიქცეს, ყოველსა კაცზედ მართალის თქواس, იგი კაცის მოძული არისო, იმას კაცის სიკეთე არ სურსო. თუ შეიბრალა ვინმე და მოწყალება უყო, სიმხთელე დაარღვიაო. მშვიდი და მდაბალი კაცი მას არ მოსუნს, სუსტი არისო, არაფერი არ შეუძლიაო, ჭკუაც აკლიაო. მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცი მას ეჩვენება სასტიკად და ფიცხლად. ერთი სიტყვით ყოველ კაცს დაიწუნებს, ყოველ საქმეს გაამტყუნებს, მცირე არს ენა და დიდად მაღლოვის. დასასრულს არ შემიძლია არ დავამატო ძმანო ჩემნო, რომელ აქა თქმული, თუმცა შეეხება ყოველთა კაცს და გარნა უმეტესად და უმახლობელესად შეეხება ქალთა. იგინი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავათხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოქვსისა. არა ხედვენი მისა, რომელ ყოველის ქალისათვის კეთილი სახელი უზურპასესი არის თვით სიცოცხლისა. იგინი არ დასხრებიან მოგონება და გაგონებად ერთი მეორეზე ცუდის ხმისა და ამბავისა. მცირე ესე ჩვენი ქალაქი ადუღებულ არს, გაუთავებელითა ჭორითა, ავათხსენებითა და ბოროტ სიტყვაობათაგან. გაფუცებ თქვენ ქრისტიანენო, ნუ დაივიწყებთ, თუ რა დიდი ცოდვა არის ავათხსენება და განკითხვა მოყვასისა. დასასრულ სიტყვისა ამის გეტყვი თქვენ სიტყვათა მაცხოვრისათა და გთხოვთ, კარგად გაიგოთ აზრი მისი და დაივიწყოთ იგინი. კეთილი კაცი კეთილისაგან საუნჯისა გულისათვისისა გამოიღებს კეთილსა, ხოლო ბოროტი კაცი ბოროტისაგან საუნჯისა გულისათვისისა გამოიღებს ბოროტსა. ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი. მადლობა წმინდა მღვდელმთავარსა ამ სიტყვისთვის, რომელიც მე ვფიქრობ ყველა ჩვენგანს გამოაფხიზლებს. რომ დიდი ყურადღება უნდა მივახციოთ ჩვენ ენას, რას ვლაპარაკობთ. აქ ითქვა და გავიმეორებ, კიდე შეგახსენებთ, კაცმა თუ თავისი ენა დაიმორჩილა, არის სრულყოფილი კაცი. იმას შეუძლია თავისთავად მართოს. ასევე კიდე ერთხელ გავიმეორებ და გეტყვით, რომ აი რითიც დამთავრდა ეს ყველაფერი ეს სიტყვა, კაცი რასაც არის იმას ლაპარაკობს. თუ გული აქვს ცუდი, ყველას რაღაცას აბრალებს და
ყველაზე ჭორს ავრცელებს. თუ შინაგანად კაცი არის წესიერი, როც დაინახოს ადამიანის შეცოდება არ იტყვის. იმიტომ რომ ქრისტიანია, ვერ იტყვის. არ შეუძლია რომ თქვას. ჩვენც ესე უნდა ვიყოთ. ჩვენი ქრისტიანული პასუხისგებლობა გვავალებს, რომ არავისზე ცუდად არ უნდა ვილაპარაკოთ. აღეთ ზოგი მეტყვისო რომ გააკეთა ესეო, მე რა რომ გააკეთა. შენ ვინ გეკითხება რო ყვები? რა გალაპარაკებს? დააკვირდით როგორ მუშაობს განკითხვა? წლები არის, აი მე რაც მახსოვს, ერთი 25 წელია მე მახსოვს, მაგრამ ალბათ აუ საუკუნეებია ესე იქნება, ეკლესია სულ რაღაცას აბრალებენ. ღდლებზე სულ რაღაცას ყვებიან. რომ ადამიანი არ მივიდეს ღდელთან. და რამდენი მოატყუეს. აი ნახეთ რა კარგი მაგალითი თქვა. კაცს ისე უყვარსო. თავისი მოძღვარი. ყველაფრით ენდობაო. და შენმა გესლიენმა ენამ შეიძლება ეს ნდობა შეარყიოსო. და საერთოდ კაცს წაუხდინო სურვილი რომ მოძღვართან მივიდეს და რამე იკითხოს. თუმცა იმ დროს არაფერი დაუშავებია. შენმა ამ ჩაწოთებულმა შხამმა. ამიტომ ქალები განსაკუთრებულად და ასევე კაცებიც დღეს ზოგიერთი კაცი ქალებსაც საჭარბობს ლაპარაკში, განკითხვაში. დაუფიქრდეთ რომ ცოტა ვილაპარაკოთ. სადმე რომ შევიკრიბებით, იქ არ უნდა იყოს ჭორაობა. იქ უნდა იყოს სულიერი საუბრები. ისეთი რაღაც უნდა მოყვე, ისეთი რაღაც უნდა თქვა კაცმა სუფრაზე, რომ იქ მყოფ ადამიანს გაუჩნდეს სწორი ცხოვრების სურვილი. უამრავი წმინდანის ცხოვრება და ისტორია ვიცით ჩვენ, რომელიც აი ერთხელაც რომ გაიხსენო, მაგალითს გაძლევს, როგორ უნდა იცხოვრო, 1-2-3 კვირა რა უნდა გააკეთო, იცი. ის გავიხსენოთ ხო ჯობია. კაცი შედი სიტყვა უთხრათ, რომ მეორე დღეს წავიდეს აღსარება თქოს. თუ ვიღაცა სწრობდა შეურიგდეს. თუ ცილისწამებელი იყოს, სიმართლე თქვას. თუ ანგარი იყო, მოწყალე გახდეს. ენას კაის გაკეთებაც ბევრი შეუძლია. ამიტომ წერია წმინდა წერილში, რომ სიტყვათა შენთაგან გამართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. რას მეტყველებ, ის გადაწყვეტს ცხონდები თუ ვერ ცხონდები. ამიტომ ყურადღებით ვიყოთ. ღმერთმა დიდმოწამე ბარბარის და იულიას ლოცვით და ღირსი მამა იონე დამასკელის ლოცვით მოგვცეს უნარი, რომ ჩვენი ენიდან ამოდიოდეს მხოლოდ კურთხევა და დიდება ღვთისა და ცოდვა, განკითხვა, წყევლა და მსგავსი სიბოროტე ჩვენი პირიდან არასოდეს ამოდიოდეს. ამინ.